უკაცრავად. ბატონო მამუკა. ბატონი მამუკას ნახვა მინდა. სად შეიძლება ბატონი მამუკა ვნახო? არ ვიცი, ხვედრებზე იქნება ამ შტაბში. შტაბში არ შეგვიშვეს. რატო არ შეიძლება? ბატონი მამუკას ნახვა მინდა. სად შეიძლება ვნახო ის მითხარი? არ შეიძლება. ისეთი კარგი მეზობლები მყავს. აი ეს ჩემი ძმა მუშაობს. ხომ არ დაგეხმარო ნოდა? აი ამ სახლში გავიზარდე. 8 კლასი აქ დავამთავრე. დაუბრუნდი მოგონებებს და ბედნიერი გავხდი, რომ ღმერთმა მომცა შესაძლებლობა, რომ ჩემი მარტო ზუგდიდი სახლი და ცენტრი კი არა, მთელი სოფლები მენახა და საოცარი მუხტი დავიმუხტე. ან როგორ ხვდებიან, რა სიყვარული, ამ სიყვარულის დანახვა არის ერთი ბედნიერება. ბატონო მამუკა გამარჯობა. გადაცემა თქვენი ხმიდან გირეკავთ, მთავარი არხის ჟურნალისტი ვარ. იცით რა მაინტერესებს, რას ფიქრობთ ანზორ მელიაზე? ანზორ მელიაზე რა ვფიქრობ, ბატონი ანზორი დაბრუნდება ძალიან მალე დაბრუნდება თბილისში და დაუბრუნდება მის პროფესიულ საქმიანობაში. და ჩვენ კი მივხედავთ ზუგდიდს ვინც ვიცით. მაგის მამა იყო ჩემი პაციენტი. ბატონი იური წოწერია. ჩამოდიოდა ხოლმე თბილისში ჩემთან, გადიოდა კონსულტაციებს. მე ძალიან დიდ პატივს ავცემ. ერთმანეთის სტრები კი არა, კარგი გაგებით ჯანსაღი კონკურენტები უნდა ვიყოთ. ბატონი ანზორი დაბრუნდება ძალიან მალე დაბრუნდება თბილისში და დაუბრუნდება მის პროფესიულ საქმიანობაში. და ჩვენ კი მივხედავთ ზუგდიდს ვინც ვიცით. ბატონო მამუკა, ეს რომ თქვენი პროგნოზი არ გამართლდეს, მე თვალებში როგორ შემომხედავთ. რომ მე თქვენთან აუცილებლად მოვალ და დაგელაპარაკებით, მაგრამ მოვალ გამარჯვებული ანზორ მელია, ზუგდიდის მერი. თქვენ მოისმინეთ ორივე კანდიდატის აზრი, რას ფიქრობენ ერთმანეთის შესახებ, ახლა კი მოვისმინოთ, რას ფიქრობს თავად ზუგდიდის მოსახლეობა. ამგენის იმედი არა მაქვს შვილო, ვინც არის ახლა, ხო? ამგენის სახელის გაგონებაც არ მინდა შვილო. მელიას. იმიტომ რომ უკეთესობისკენ შეიცვალოს ეს ცხოვრება. ლამისა გადავშენდეთ საქართველოდან. ჯობია ისევ რომ დაუბრუნდეთ ძველად, რაც იყო ცოტა ხნის უკან. მელია მიყვარს მე და რა ვქნა. მელიას. მელიას. მე მინდა მელია ავირჩიო. ძალიან კარგი ადამიანია, მომწონს მაგულისისა ექიმი არის. ორივე მომწონს სხვათა შორის. მელია მეორე ნიკა კიდევ არა ძალიან პატრიოტული ბიჭია და მელიას მამა. ანზორ მელიას. რატო და მიყვარს ის კაცი? კაცია, კაცური კაცია, მეგრელი კაცია და მიყვარდა უნდა იყოს ზუგდიდის მერი. მელიას აუცილებლად. სამართლიანიცაა და მებრძოლიცაა. ოცნებას არ მივცევდა მელიას, რა თქმა უნდა, და ვიცი რომ გაიმარჯვეს უეჭველი. ანზორ მელიას არა ვისალა. ესაა უპირველეს. რატომ მოვიდა ნაციონალური მოძრაობიდან არა, რომელსაც გააშენა ქვეყანა. ღმერთმა ქნას რომ გაიმარჯვოს 5 ნომერი. აი ეხლა დრო არის აი ეს ხალხი გვინდა. რომელი და ოცნება ალბათ, რა ვიცი. ანზორ მელიას. ასე რომ ანზორ მელიას და მაგას პლუს კიდო ყველა მის მომხრეს. უსურვებ წინსვლას წარმატებას, ვისაც უყვარს საქართველო, ვისაც უყვარს მამული ენა და სარწმუნოება. იმას ღმერთმა ყველას ხელი მოუმართლოს და ღმერთმა ყველა მოიყვანოს გონზე. წოტერია. ზედმეტ სახელად ეძახიან ნახვაწას. ეს მეგრულად ნახვაწა რა არის? რაღაც ქვაბში რო რჩება. რაღაცა ხომს რო ვაკეთებ და რო რჩება და სად გადის ზღვარი არ ვიცი. აი მეგრულ ნახვაწასა და წოწერიას შორის. მხარს უჭერ მელიას. გულწრფელია უფრო, საქმიანია. გონია რომ მართალი ადამიანია. ანზორ მელიას რა თქმა უნდა. რატო? ძლიერი მენეჯერია, ეს ერთი. აქვს გამოსვლება მართვის. 5 ნომერი.